მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი სოსო ვანჯავიძე. ბატონ სოსო, მოგესალმები. სალამი, გამარჯობა. მივესალმები მოხარ მაყურებელს. გაიხარე, მოხარული ვარ რომ მესტუმრე, ვიცი რა რომ ძალიან გადატვირთულია ჩემი ახლობლები, ჩემი აუდიტორიიდან ბევრი მწერს და ბევრი ითხოვდა შენთან საუბარს, მაგრამ ამოდოვლად ამბობენ რომ ნებისმიერ ეთერში და ნებისმიერ სიტუაციაში ბატონი სოსო აკეთებს თავის კვალიფიცირებულ ანალიზს და მოკლედ ეს უფრო იყო კიდე მოტივი რომ ბატონი სოსო აზრი გვაინტერესებსო და მოკლედ მოხარული ვარ შენი პოლიტიკური აქტივობის, იმიტომ რომ თვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და პროსახელმწიფოებრივი მოაზროვნე პოლიტიკოსი ხარ საქართველოში. დიდი მადლობა რომ მესტუმრე. მადლობა შეფასებისთვის. სოსო, ძირითადი თემა რა ფორმაციის როგორი ირანი უნდა აწყობდეს ზოგადად საქართველოს, მოდი ესე ვთქვათ, როგორი უნდა იყოს საქართველოსის ქართული ხალხისთვის და ზოგადად ამიერკავკასიისთვის. და აქვე დავამატებ ერთ რამეს, რომ ბევრი ანალიზი დაიდო, ბევრი შეფასება იყო, ასე წავა 10 დღიანი განდიკაპი მიცა ტრამპმა, იმიტომ რომ გადაიარაღდეს, ამას გამოიყენებს, ეს უკვე ყველაფერი არის ანალიზისა და შეფასებების ციკლში, მაგრამ აი თავი და თავი ჩვენ საქართველოს გულისხმობ, როგორი ირანი გვაწყობს და საერთოდ რეგიონში აი როგორი სტატუსით უნდა იყოს ირანი, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყოთ მშვიდობიან გარემოში. თუ საერთოდ ეს სწორი კითხვაა და თუ სწორი კითხვაა, შენი აზრი მაინტერესებს. ზოგადად სახელმწიფოები და განსაკუთრებით იმპერიები არ ხასიათდებიან ყველას აქვს, მოდი ასე ვთქვათ, ოცნება მიზანი. ანუ ის რისკენაც ის მიისწრაფებს. და ნებისმიერი ესეთი ერთობა სახელმწიფოებრივი, განსაკუთრებით როცა საუბარია ძველი ტრადიციის მქონე დიდ სახელმწიფოებს, იქ აუცილებლად არის გარკვეული ადამიანების ფენა, რომელიც არიან ამ წიაღში და თავის თავში ატარებენ აი ამ ოცნება მიზნებს. იმ დიდ წარსულს თავისი სახელმწიფოს და გარკვეულ წყენებსაც. იმიტომ რომ როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი იტყოდა ხომ გახსოვს რა, თვით მეფენი კი ხოთვენ და ტვინვენ დაიტყვიან როდის იქნება ეს ქვეყანაცა ჩვენი იყოს და აღიძვრიან იმავ მიწისთვის რაც დღეს თუ ყვალ თვითვე არიან, ხო? აი ეს აი იმპერიებს, სახელმწიფოებს ახასიათებს, აი დამახასიათებელია მათთვის ტერიტორიული ცხოველებისთვის და ესე იგი ტერიტორიული ცხოველების თვისებები. ანუ ისინი მუდმივად ცდილობენ გაფართოვდნენ იმპერიები. ხოლო პატარა სახელმწიფოები რაც ცდილობდნენ გახდნენ იმპერიები. აი ავიღოთ ახლა დავუშვათ ჩვენი საკითხი, ხომ? ჩვენ ახლა ხომ ქონდა თავის დროზე იმპერია, ასე ვთქვათ. და დღესაც ვხატავთ რუკებს, ასე ვთქვათ, იმპერიული დიდების ემოციის განსაცდელად. ხომასია. სხვაებიც ახლა სომხები დიდ სომხეთის რუკებს ხატავენ, ზედმეტი კი მოსდით, მაგრამ არა უშავს. ნუ აზერბაიჯანელებს რო კითხო, ყველაფერი, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანი, თურქეთი, ნუ ისინი ძალიან ესეთ აბავენ ერთმანეთს. თურქეთზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ანუ შემდგარი იმპერიებია, რომლებიც დაიშალა იმათ მუდმივად რჩებათ ეს ფანტომური ტკივილები იმპერიის. ხო? რაც შეეხება ირანს. ირანი დღეს ახლა რა თქმა უნდა არის თავდასხმის ობიექტი. მასე დიდი და ძლიერი პროექტები, ჰეგემონი და ესე ვთქვათ, მისი მოკავშირე ისრაელი, რომელსაც საერთოდ სურს გლობალური ჰეგემონი გახდეს, მიუხედავად მისი ზომებისა, მაგრამ ნუ ყველა ჯარისკაცის შევრონზე ეს ისრაელის რუკაა, ხო? შესაბამისად ახლა
გვაქვს ირანი, მოწინააღმდეგეები ყავს ეს მასზე აღმატებული სიძლიერის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი პოზიციონირებს როგორც სპარსეთის აქემენიდური ტრადიციის მემკვიდრე. ხლერმინ იყვნენ რა იყო ეს აქემენიდების იმპერია, ხო? ეს კიროს დიდმა დაამარცხა, ესე იგი, მოგეხსენებათ დაიპყრო ბაბილონი, დაამარცხა მიდია, ეს სპარსელები ერთ-ერთი ტომი იყო, ესეთი დაწინაურებული კიროს. და კიროსი სპარსი იყო წარმომავლობით და შესაბამისად შეიქმნა ეს უზარმაზარი გლობალური მაშინდელ სამყაროში იმპერია. და ეს იმპერია მოიცავდა, ეს აქემენიდების იმპერია მოიცავდა მთელ მაშინდელ ოიკუმენას ფაქტიურად. ეგვიპტეც დაიპყრეს, ისრაელიც. ისრაელი საერთოდ რომელიც მოგეხსენებათ ბაბილონის ტყვეობაში იყვნენ, კიროს დიდის შექმნილია ფათაშორის. და ახლა სპარსელების ამ პლასტის წარმოდგენაში, ანუ იმპერიული ტრადიციის მქონე ხალხის წარმოდგენაში, ირანი ახლაც არ არის, ესე ვთქვათ, იმ პოზიციაში, რომელშიც უნდა იყოს. ისევე როგორც თურქეთი. ისევე როგორც რუსეთი, რომელიც ასევე გლოვობს, რომ დაუშვათ მას საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამიტომ ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ ირანი გვაწყობს, ჩვენ ავიღოთ ორი ვარიანტი, დამარცხებული და დასუსტებული ირანი და რა მოხდება ასეთ შემთხვევაში და გამარჯვებული ირანი, რა იქნება ასეთ შემთხვევაში. და მე შევაფასოთ საქართველოს ამ მდგომარეობაში როგორც ის არის, როგორი ირანი უფრო აწყობს. ვარიანტი პირველი, დამარცხდა ირანი. ესე იგი რაღაც საოცრებით მოხდა ისი რეჟიმის ჩამოშლა სხვადასხვა გზებით. ახალეთო ოპერაცია რაღაცნაირად განახორციელეს ამერიკელებმა ისრაელთან ერთად რაღაც კოალიცია მოხდა. რუსეთი აღარ ჩაერია, ან ჩაერია ცუდად რაღაც ინტერსექტორალურ ვაჭრობაში მოივაჭრეს. სიტყვაზე ვთქვა, ჩინეთიც არ ჩაერია და ესე ირანი ჩამოიშალა. მოახერხეს ირანში სეპარატისტული მოძრაობების გაჩაღება და დაიწყო ირანში სამოქალაქო ომი. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ხო? ჯერ ერთი ეს იქნება ეს პროცესი თუ ესე დაიძრა, მე თეორიულად ვლაპარაკობ, თორემ მე ვერ ვხედავ ობიექტურად ამის განხორციელების საშუალებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. შეიძლება მე ვერ ვხედავდე, მაგრამ ყველა ინდიკატორი ამას აჩვენებს. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ასეთ შემთხვევაში რეგიონი მთლიანად გამოდის, ესე ვთქვათ, წონასწორობ. მოსახლეობის უზარმაზარი მასები ფაქტიურად რჩებიან ლუკმაპურის სასიცოცხლო აუცილებელი გარემოს გარეშე, მოდი ასე ვთქვათ. წყალი იქნება ეს სახელმწიფო სერვისები, თუ 1000 კიდე სხვა მომარაგება და სხვა ხო საკვები. ანუ ჩამოშლა მიდის პროცესი. რაც უფრო დიდია სახელმწიფო მოგეხსენებათ და რთულად მოწყობილი, მით უფრო დიდია ამის ეფექტი, ხო? გავიხსენოთ მაგალითად იმპერიების დაშლა, მაგალითად იგივე რუსეთის იმპერიის დაშლა. იგივე დაუშვათ მესამე რაიხის. რა ბევრი იმპერიები რო იშლება, ამას მოყვება ძალიან დიდი გრევა და ჭყარამი და უბედურება, ტრობა, სისხლი და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში იწყება გადაფორმატება მთელი რეგიონის. მიდის განუწყვეტელი ბრძოლები, ტოლვილები, რო წარმოვიდგინოთ, ტოლვილები მოემართებიან კავკასიისკენ და შუა აზიისკენ და ირანში ყარდება დაუშვათ რაღაც გარკვეული ტიპის სხვადასხვა სახელმწიფოები ყალიბდება, კვაზი სახელმწიფოები ყალიბდება. ეს რო გავაგზელო და არ დავტვირთო მსმენელი, ეს არის პერმანენტული ქაოსის მდგომარეობა. და ეს ქაოსში ითრევს მთელ რეგიონს.
არ არის გამოროდა. სამოქალაქო მიახსენე და მხარეები ვინ იქნებიან? აი სულ ამაზე არის კითხვა. ვისადა? მხარეები ვინ იქნებიან? ანუ კონფლიქტის მხარეები. აი ამბობენ, რომ ქურთები ვის მხარეს დაიჭერენ, ეთნიკური აზერბაიჯანი, აი ამაზეც რო თქვა რა, რომ აი ჰიპოთეტურად რო დავშალოთ, აი ვინ შეიძლება იყვნენ კონფლიქტის მხარეები სამოქალაქო ომის დროს? აი აღვიროთ ახლა დავუშვათ დღეს გამოქვეყნდა თუ გუშინ აღარ ხო გუშინ გამოქვეყნდა რაღაც მოწოდება ხუზისტანის თავისუფალი ხუზისტანის შექმნის შესახებ, ანუ მან ქალაქია ცენტრი მგონი ახლარი რაღაც ესეთი ქვია, 1.5 მილიონიანი ქალაქი, 1.4 მილიონიანი დაახლოებით და ქართულად სულაჯეს ახრების მოწოდება იყო. და ეთნიკურად ვინ არიან ეს ახრები? ხუზები არაბები არიან, სუნიტი. ხო. ოღონდ სუნიტი, ხო, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო. მერე არიან ქურთები, მოგეხსენებათ, ხო? ქურთებზე აღარ გავაგზელებ საუბარს, ალბათ ბევრჯერ გვისაუბრია და ბევრსაც ვსაუბრია. რომლებსაც ახლა ქურთისტანი 4 ქვეყანაშია გაბნეული, მოგეხსენებათ და ეს არის ერთ-ერთი დიდი ხალხი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო. შესაბამისად ახლა დავუშვათ იმ შემთხვევაში თუ ირანში ცენტრალური ხელისუფლება შესუსტა, ცხადია რომ ეს ავტომატურად იწვევს ცენტრიდანული ძალების გააქტიურებას და განსაკუთრებით თუ ამ ცენტრიდანულ ძალებს აქვთ ეთნიკური ან რელიგიური მარკერი, განმასხვავებელი მარკერი და ქურთებს ეს აქვთ მოგეხსენებათ. ამის გარდა იქ არიან ეთნიკური აზერბაიჯანელები. ახლა ეს აზერბაიჯანელების ეთნიკური წარმომავლობას ახლა და გენეტიკურს ჩვენ ჩაუღრმავდებით, მაგრამ ეს რო გავიხსენოთ ირანის ისტორია მოკლედ. როდესაც დაემხნენ სასანიდები, მოგეხსენებათ რომ სასანიდები ეს ერთ-ერთი პარადოქსალური მოვლენა იყო, იმიტომ სასანიდური იმპერია იყო ძალიან დიდი და ძლიერი ძალა, სუპერ ძალა იყო. არუწყვეტელი ომები ჰქონდა მაშინდელ ბიზანტიასთან, რომელიც ასევე მოგეხსენებათ მაშინდელი ის იყო რომი, იგივე ბიზანტია, ხო? და ეს ბრძოლები მიდიოდა პალესტინისთვის, ან ტერიტორიებისთვის, ახლა რომელიც დღეს უკავია ერაყს, რომელიც დღეს უკავია ისრაელს, იორდანიას და ეს მოძრაობდა ეს საზღვარი. ესენი საკმაოდ დასუსტებული იყვნენ და არაბეთიდან წამოსულმა როდესაც მოხდა ამ არაბით ომების გაერთიანება, სრულად აბსოლუტურად მოულოდნელად მათ რამდენიმე დიდ ბრძოლაში დაამარცხეს სპარსელები და დაამხეს სასანიდები. და სასანიდები დაიქცნენ ჩრდილო კავკასიაში სხვათა შორის. ანუ და ამის შემდეგ იქ მიდის არაბთა ბატონობა, შემდეგ იწყება იქ თურქი სელჯუკები გაბატონდნენ. შემდეგ ესე იგი თურქეთის სელჯუკების უზარმაზარი იმპერიის დაყოფის შემდეგ იქ ხულაგიდები მოვიდნენ, მერე შავბატკნიანები, თეთრბატკნიანები და ამის მერე შახი ისმაილი ეყრდნობა შიიტურ მოძრაობას, იყო ეს შიიტური მოძრაობები სულ მუდმივად იყო, იქ ისმაილიტები, მე-12 მუხლის შიიტები, სხვადასხვა ესე დაყოფილი. და შიიზმი ცხადდება, ასე ვთქვათ, სახელმწიფო რელიგიად. და ის დაუპირისპირდა ოსმალთა მაშინდელ გაძლიერებულ, მოგეხსენებათ სულეიმან ეს ალბათ სულეიმან დამპყრობელი და ასე შემდეგ. ეს ეპოქაა, ისმაილის ეპოქა. ეს ის ეპოქაა, სხვაშორის ქართველებმა მიიღეს დიდი მონაწილეობა ამ ახალი ირანის შექმნაში და ირანის, ასე ვთქვათ, ერთიანი ირანის ხელახლა აღორძინებაში და ეს დაუპირისპირდა თურქეთის იმპერიას და მაშინ სხვათა შორის თურქეთის იმპერიისა და მაშინდელი ირანის ბრძოლების შედეგად საქართველო იქნა გაყოფილი. ეს რატო მოვყევი ახლა? აზერბაიჯანთან დაკავშირებით მოვყევი, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ეს ადგილი, სადაც ძველი ადარბადაგანი იყო თავრიზის ცენტრში, რა თქმა უნდა, ის სანამ თურქობა იქნებოდა, სელჯუკების, ოგუზების და სხვა თურქული მოდმის ხალხების იქ
ესე იგი მასობრივი ჩამოსახლებისა და გაბატონების შედეგად ეს მოსახლეობა კულტურულად გათურქდა. დიდი ნაწილი თუ რა ხა ბევრი რა თქმა უნდა თურქული მოდმის ხალხიც არის. ისე ცნობისთვის თურქეთშიც თურქული გენეტიკა არასდროს არ წარმოადგენდა დომინანტს. იქ ის ადგილობრივი ის დარჩა მოსახლეობა, ისინი არ მოუწყვეტია, ძალიან ცოტა იყვნენ თურქები, მაგრამ ისინი იყვნენ სამხედრო არისტოკრატია. ისევე როგორც ირანში, ყველა დინასტია ირანში, რომელიც კი ბატონობდა, იყვნენ გარდა ზენდებისა, რომლებმაც ცოტა ხნით 18 საუკუნეში ადირ-შაჰის შემდეგ ცოტა ხნით მიიღეს ისა ხელისუფლება, ხომ? ყველა თურქული იყო. რო ვიცოდეთ რა, ან დღეს როგორც უძახიან აზერბაიჯანული. შესაბამისად, ახლა აზერბაიჯანელები პოზიციონირებენ იქ როგორც ამ სახელმწიფოს მემკვიდრეები. ან მემკვიდრეები კი არა, უბრალოდ ბატონ-პატრონები. ალი ხამენეი მაგალითად აზერბაიჯანელი იყო. ის ანუ სპარსული კულტურა, მათ საინტერესო რა იყო, რომ სპარსული კულტურა ყოველთვის იყო დომინანტი იქ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ესენი თურქები იყვნენ, დინასტიები, იგივე დაუშვათ შაჰ-აბასის ისა სეფევიდები, ხო? მაგალითად, ხო? ისინი მაინც სპარსეთის სპარსულ ტრადიციას განასახიერებდნენ. ხო. შესაბამისად ეს აზერბაიჯანელები პოზიციონირებენ როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები ერთ-ერთი. ანუ ეს რაღაც ის არის, იმიტომ რომ ვინაიდან ეს მრავალრიცხოვანია, ეს ძალიან ბევრნი არიან ისინი და სპარსელები ფაქტიურად ირანის მეპატრონეებად ცნობენ თავს, მაგრამ თუ ცენტრალური ხელისუფლება დასუსტა, ისე როგორც ქურთების შემთხვევაში, იქაც რა თქმა უნდა შეიძლება ვივარაუდოთ, თეორიულად წარმოვიდგინოთ ეს პროცესი. ახლა სხვებიც არიან იქ მარტო ქურთები, აზერბაიჯანელები და ხუზები არ არიან, იქ სხვებიც არიან, იგივე ქვეყნის იმაში რა ქვია, ლურები არიან მაგალითად. კიდე ავღანეთთან აქვთ ისა რა ქვია, გამახსენდება ბელუჯები. ბელუჯისტონებს რო ამბობ, ხო, გასაგებია. ბელუჯისტანი არიან და სხვადასხვა მცირე ხალხებიც არიან კიდე. ნუ ქართველებიც არიან იქ, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ამ შემთხვევაში რაიმე სეპარატიზმს. ქართველებს გულისხმობ ფერეიდანის ფერეიდანი. ხო, სომხები ცხოვრობენ სხვათა შორის იქ ძალიან არა მარტო ფერეიდანში ცხოვრობენ. ებრაელები ცხოვრობენ სხვათა შორის, რომელი თემით ძალიან კომფორტულად ზნობს იქ თავს. ირანში. ანუ ირანელი ებრაელები. იუდეველები არიან, ხო, ბუნებრივია. იუდეველი ირანელები, ირანი წარმოდგენა ირანის შესახებ ესეთი რომ იქ რაღაც დარბიან მოღუნული ხვლებით და ასე შემდეგ და არიან ძალიან გაუნათლებელი და ესეთი ხალხი ეს არასწორია აბსოლუტურად რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი კაფიო მაგალითი თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა ადამიანებს. ხო, ეხლა ეს რა თქმა უნდა ეს ცენტრალური ძალები ირანის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ამოქმედებიან, მით უმეტეს მათ ხელს შეუწყობენ. მე აგერ თბილისში ვნახე ერთხელ აი ამ შაჰის ვაჟის თანამოაზრეები ეხლა ვინც ამერიკაში იყო მე საფრანგეთში დაბრუნდა. ანუ ეხლა ფეხლევის შაჰის ვაჟი. რომელიც საოცრად არაპოპულარულია ირანელებში სხვათა შორის, ძირითად ნაწილში. მაგრამ ერთი 5 წლის წინ იყო აქ რაღაც შეხვედრა იყო. ნუ ეს დეველოპერობდა ახლა, რაც დეველოპერობდა ესეც გასაგებია. მაპატიე, ვინ იყო ამ მეფის ვაჟის ეს კაცი? შაჰის ერთ-ერთი ვეზირის ვაჟიშვილი. ვეზირის ვაჟიშვილი. იმ შაჰის თანამებრძოლის ვაჟიშვილი იყო და ვისაუბრეთ და მე თქვი, ჩვენ ეხლა რაშვებით მეთქი თქვენ რა ისაგებთ გამეცნო რომ ესა და ესა ვარო და ჩვენ მალე ხელისუფლებაში მოვალთ ირანშიო
ამიკვირდა, მეთქი როგორ მეთქი და ეს 5 წლის წინანდელი ამბავია და 5 წლის წინანდელი ამბავია, კი. ეს როგორ მეთქი, რას აპირებთ მეთქი თქვენ მეთქი. რას ვაპირებთ და ამერიკელებიო ახლა დაბომბავენ ირანსო? და მერეო შახის ვაჟიო დაბრუნდებაო. ანუ ის პროექტი იცოდა და მუშაობდა როგორც ჩანს აქედან. თუმცა იყო აქ. ხო და ეგ როგორ მეთქი ხა მე ირანი ხო დაიშლება მეთქი შენ მე როგორც ირანელი სპარსელი ხარ მეთქი გიოზ ფარსი ვარო ხო და შენ მე უთხარი როგორც ახლა სპარსი შენი ქვეყნის პატრიოტი ხო ხარ და ირანს დაშლიან მეთქი ყველა შემთხვევაში ეგ რომ მოხდა შენ რასაც იძახი მე თუ ამერიკელებმა ჩამოაგდეს მე უთხარი აიათოლები შენ არაო ხალხს ისე ძულსო ეგენიო რომ ერთი აპლოდისმენტებით დაგვხვდებიანო და მეორეცო ჩვენო ელიტებთან მოლაპარაკებული ვართ ამ 6 ძირითადი ის არის რეგიონი, სადაც შეიძლება ეს სეპარატიზმი აღმოცენდეს. მაგათთან მოლაპარაკებული ვართ და არაფერს არ იქნებაო. და ვინ არის მაგის გარანტია მეთქი მე ვთხარი და ბრიტანელები ხო არ არიან გარანტორები მეთქი მოლაპარაკებს თუ ამერიკელები ვისენდობით მეთქი. ეგეთ სიტუაცია იყო. ეს ისე ცნობისთვის რომ ეს გეგმა დიდი ხანია არსებობს. და ასეთი ილუზიები რაც ტრამპს ჰქონდა ახლა რასაც აგერ აშკარატებ და აშკაშად გამოხატავენ რომ აი ომიც ხო მაგიმით დაიწყეს ორჯერ უკვე რომ აი ხა ჩვენ ამათ დავბომბავთ და ხალხია აღდგება გაუხარდება ესე იგი რომ ასე დემოკრატია შემოგვა ქალებიც ესე იგი ჩადრებისგან განთავისუფლების პერსპექტივით აცებს იქ აიძულებენ რომ ჩვენ შევხვდნენ იგი დროშებით ამერიკის დროშებით რაღაც აი ესეთი ხო მან თხარდა ალბათ ეს ბოდები დასავლელი ქალების იდეა ფიქსი ხო იცი რა არის როდის ჩაიცმევენ ირანელი ქალები მინიუკას ხო ეს აწუხებთ რომ ბავშვად ამ დროს ეს ირანელი ქალები მამაკაცები ჯინსებს მეტი ხო ჯინსები კიდე კევა ჟუვაჩკა ხო ჩვენ ხო გამოცდილი გვაქვს ამ მასობრივი პროპაგანდის ეფექტი ეხლა ჩვენ თქვით ეხლა ხო რა ის არის რა პერსპექტივა იმ შემთხვევაში თუ სასწაულებრივად ეს რეჟიმი ჩამოიშალა ну ეს არის ქაოსი ეს 93 მილიონიანი მასივია და ყველა იმ ძალას რომელიც გამოვა კონტროლიდან გაუჩნდება თავისი მფარველი ეს იქნება განუწყვეტ თან ირანი არის მთაგორიანი ქვეყანა და ძალიან რთულია იქ დაუშვათ ერთხელ მოშლილი იმის რა ქვია ცენტრალური მმართველობის აღდგენა იქ გახდება მით უმეტეს როცა ამდენი ინტერესანტია ამიტომ ახლა ეს იქნება მართლა ძალიან ისა რა ქვია ძიმე სიტუაცია ასევე ისიც უნდა ვთქვათ რომ ჩაიშლება მთელი ეს ევრაზიული ინტეგრაციის პროექტები უამრავი ესე იგი აუთვალისწინებელი შედეგი მოყვება ამას ადესტაბილიზირებელი იგივე გადავა ესე ავღანეთიდან შუა აზიაში და ასე შემდეგ და ამგვარები მერე იქ რუსეთის საზღვარია ну ძალიან ის არის ეს მოდელირება ძალიან ადვილია სხვა და უამრავი მიზეშედეგობრივი ჯაჭვი შეგვიძლია გავიყვანოთ და არც ერთი არ იქნება მაინცა და მაინც სასიამოვნო და დადებითი ხო ვისაც გონია რომ ამის კონტროლი მოხერხდება ნუ მან ცოტა ისტორია ნახოს მაგალითად იგივე ავღანეთის რამდენჯერ ყოფილა რომ გაქცეულა კონფლიქტი მართვე კიდე არა ნუ ახლა ამ შემთხვევაში უზარმაზარ ქვეყანასთან გვაქვს საქმე უზარმაზარი მოსახლეობით და უამრავ ინტერესანტთან და ძალიან დიდი პროექტების ჩაშლასთან და ძალიან სერიოზული შეჯახებასთან. ეს არის პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი დაუშვათ, მეორე ვარიანტი როგორ გამოიყურება. მეორე ვარიანტში შეერთებული შტატები ან ვერ ბედავს და ისრაელი ან ბედავს და განიცდის უმძიმეს მარცხს სახმელეთო ოპერაციის განხორციელებისას, რომელსაც ისინი აპირებენ რომ განახორციელონ მაინც. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ასეთ შემთხვევაში შეერთებული შტატები ტოვებს რეგიონს
ან რჩება იქ, ასე ვთქვათ, ნომინალურად, არა როგორც მაკონტროლებელი, არამედ უბრალოდ ნებართვით, მოდი ასე ვთქვათ. ისრაელი ამ ვითარებაში მე რთულად მაქვს წარმოდგენილი, როგორ გააგრძელებს თავის არსებობას ალბათ, ხო? არსებობას ძალიან, ესე იგი, არაფერი არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ირანი რა ვითარებაში აღმოჩნდება, მოდი ვთქვათ. უკვე გაჟღერდა ხომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ კუნძულებზე მოხდება დესანტის გადმოსვლა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჯარს გადავსხავთ სად? გაერთიანებულ არაბთა ემირატებში. მაგალითად, ხო, მიქვია ის ყველაფერი. ბაჰრეინში. ალბათ უკუეისაც მოხდება. რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი. ამავე დროს ირანი ხდება მაკონტროლებელი ჰორმუზის სრუტის და თავის მოკავშირეებთან ერთად ასევე განაცხადეს უკვე ხომ ხუსიტებმა, რომ ისინი გააკონტროლებენ იმ შემთხვევაში თუ იქნება ჯარების გადმოსხმის საფრთხე და დაიწყება უпростоეთ უკვე რაღაც საფრთხეა უკვე მიმდინარეობს ეს ოპერაცია, ისინი გააკონტროლებენ კი დაკეტავენ ბაბელ-მანდების სრუტეს. თუ წარმოვიდგინოთ ახლა ეს ხომ ესე იგი წითელი ზღვა იკეტება, სუეცს ეკარგება ფუნქცია და დამთავრდა. არაბეთის ნახევარკუნძული აღარ არსებობს. არც არაბეთის ნახევარკუნძული არსებობს, მახლობელ აღმოსავლეთში მთელ ამ სივრცეს აკონტროლებს ირანი. და ის დრო ფარსი ისწავლონ უკვე, ხო? ხო, და ამ შემთხვევაში ირანი რო აკონტროლებს, ის დაუწესებს ცხადია, რეპარაციებს იმ ქვეყნებს, ანუ გადასახადი დაწესდება იმ ნავთობზე, რომელიც გამოდის მთლიანად ამ რეგიონიდან. და არა მარტო ნავთობზე, რეგიონში იწარმოება სასუქები, იწარმოება ძალიან ბევრი ინდუსტრიული დანიშნულების საქონელი. ყატარის გაზი, ხო? ეხლა ევროპა არაზეც იჯდა რუსეთის მერე, ხო? ნავთობი, გაზი, უამრავი ნავთობპროდუქტი, ნავთობი ხო ეს მარტო ნედლი ნავთობი არ არის, ნავთობგადამამუშავებელი უზარმაზარი საწარმოები იყო და არის და რომელიც ზიანდება სხვათა შორის და კატასტროფული შედეგები დგება, ნელ-ნელა გაჭური რეაქცია არის ამ შედეგების, ხო? ამ დროს ესე იგი იმარჯვებს ირანი, ის ხდება რეგიონალური ესე იგი სუპერძალა, რომელსაც აქვს კონტროლი გლობალური მოხმარების არა მაგრამ ნავთობპროდუქტების გლობალური მოხმარების ლომის წილზე და ასევე უამრავ სხვა სიმდიდრეზე, რომელიც იქ არის. ის თლიანად აკონტროლებს ამ შემთხვევაში რეგიონს და ეს გადავა აუცილებლად სამხრეთ კავკასიაზეც. და რატომ გადავა და როგორ გადავა? ირანს და ნებისმიერ იმპერიას სხვათა შორის წარეთ ახსოვს ყოველთვის მისი კრიზისის დროს ზურგში დარტყმული დანა, ან დანის დარტყმის მცდელობა. ის ამას არასდროს არ პატივობს, არასდროს. ეს თუ მახსენდება, მაგალითად იგივე ტიტუს ლივიუსის ომი ჰანიბალთან. იქ მაგალითად კაპუა გადავიდა ჰანიბალის მხარეზე. ჰანიბალი 14 წელი იბრძოდა იტალიაში სხვათა შორის, რომ გადმოსხდა იქა, ხო, რომ გადმოვიდა ალპებიდან, 14 წელი თავისი ძალებით ხან ერთომს მოელაპარაკებოდა, ხან მეორეს იქ რეკრუტირებას ახდენდა და არმიას ანახლებდა, რაც საერთოდ ის ორგანიზატორი იყო ძალიან სერიოზული, გარდა იმისა, რომ გენერალური შედამთავარი ნიჭით იყო. ხო? ხო და კაპუას რო შემოარტყეს ალყა რომაელებმა იმდენად იყვნენ გამძვინვარებულები, თუ კაპუა მდიდარი ქალაქი იყო და რომის პირველობას ვერ ეგუებოდა და გადავიდა იმის მხარეს, ჰანიბალის მხარეს. ხო და მოგეხსენებათ, რომი მაშინ გადარჩა, როცა კანიდან არ დაიძრა ის რა, კანის ბრძოლის შემდეგ, როცა რომში აღარავინ აღარ იყო ფაქტიურად, ჰანიბალმა დასვენება გადაწყვიტა და ჯარი დაესვენებინა, ეს იყო მის საბედისწერო შეცდომა და კაპუას გამოსახსნელად რატო უყვები? იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჰანიბალი პოზიციები ისეთი ჰქონდათ რომაელებს, რომ ვერ მიუდგა და ჰანიბალის ლაშქრობა, აი ეს უგული შეძახილი ჰანიბალ ანტრეპორტას, ხომ ეს მაკინანა. იქ ვერ აიღო ის მართალია რომ
რომ არ ქონდა მაშინ პოზიციები, მაგრამ რომაელებმა მაშინაც კი არ მოხსნეს ალყა კაპუას და სასტიკად დასაჯეს. აი უსასტიკესად. აი ღალატის ირანიც იგივე შვებოდა ყოველთვის. ღალატის გამო, ხო. და ეს ვის ეხება განსაკუთრებით? გასაგებია ჩვენს მეზობელს, რომელიც არის ისრაელის ძალიან ახლო მოკავშირე და გავიხსენოთ იგივე რაისის ვერტმნის ჩამოვარდნა, გავიხსენოთ ის დრონების ის ბრალდება რომ დრონები ესე იგი პირველი კონფლიქტის დროს ხო გავიხსენოთ რომ იქ ისრაელის ბაზებია ასე ვთქვათ სადაზვერვო და ნუ ამას ირანი ღიად ლაპარაკობს ამიტომ ცხადია ეს რისხვა იმ შემთხვევაში თუ მას ხელები ექნება გახსნილი რაღაცა ფორმით ის აუცილებლად გადმოიღვრება რაც შეგვეხება ჩვენ ამ შემთხვევაში ხო ჩვენ ორიგინალურ სიტუაციაში ვართ კვლავ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ტერიტორია მიუხედავად იმისა რომ რუსეთთან გვაქვს დეკლარირებულად აღიარებული ესე იგი რუსეთი ოკუპანტია ხო მაგრამ ამავე დროს რუსული ბაზები აქ უშუალოდ წარმოადგენს ერთგვარ მონიშნულ ადგილს იმისთვის რომ აქ სხვა ქვეყნებმა თავიანთი ფანტომური ესე იგი იმპერიული ოცნება მიზნები რეალობად არ გვიქციონ. რომ როგორც თავიდან დავიწყე იმ დროს თუ იმპერია და უშუალოდ უკვე გამარჯვებული იმპერია მაშინვე იწყებს გაფართოებას და თავისი ესე ვთქვათ ისტორიული მიზნების განხორციელებას. ახლა რა პოლონელებს მაგალითად რამდენ პოლონელთან მილაპარაკია. მესამე მეოთხე სიტყვაზე ჟეჩპოშპოლიტაზე იწყებენ ლაპარაკს. ჩვენ ხო სულ ასე არ ვიყავითო, ასე არც მიკითხე რამდენჯერ ვიყავი. ჩვენ ხო სულ ასე არ ვიყავითო, ჩვენ რამდენ მოსკოვი ავიღეთ ორჯერ და სმოლენსკი ჩვენი იყო, ლიტვა და ბელორუსი ჩვენი იყო და სულ ამაზე ლაპარაკობენ. აი გასაოცარია სხვათა შორის რა. სულ აი ესე იგი ეს ისტორიული ტრავმის დონეზე აქვს ჩარჩენილი? აბარა ეშეს პოლსკანის გინელა ეშე ეს ნე ზაპალუო. აი მაგ ხო ის არის მაგის რა ქვია ლექსი იმისი ჯერ არ მომკვდარა პოლონეთი და კიდევ აქვს მას ისა რა ქვია ენთიო ის მუხტიო რა ხო და რაზე ვაფობ პოლონეთი იქით იყოს და პოლონეთის თემა არის აი ესეა რა ანუ იდეალური ვარიანტი აი ამ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი ინტერესების რო შევხედოთ იდეალური ვარ შორს რო გავიხედოთ არ არსებობს რა თქმა უნდა მაგრამ უკეთესი იქნებოდა რა თქმა უნდა რომ ძალთა ბალანსი რაღაცნაირად შენარჩუნებული რასაც გამუდმებით გამწარებით და კოდალას სიჯიუტით ესე იგი უკაკუნებს და ურტყავს ესე იგი და შლის პატიცემული დონალდ ტრამპი თავისი ნეთანიახუთი რომლებიც ბაკავებული არიან რეგიონის და არა მარტო ამ რეგიონის ქაოტირების განუწყვეტელი მცდელობებით და იდეა ფიქსია რომ აი ეს რეგიონი უნდა არიონ ზოგიერთები ახლა ფიქრობენ რომ აი ამაში რაციონალობა რაღაცა არა რაციონალობა მდგომარეობს ქაოსის შეტანის ქაოტირების ესე ვთქვათ ქაოტიზაციის განუწყვეტელ იმაში რა მიზანდასახულ მიზანმიმართულ ქმედებებში აი ეს არის უბედურება და ეს არის რა თქმა უნდა ყველაზე დიდი საფრთხე ორივე იმ ვარიანტის რომელიც განვიხილეთ ჩვენ ხო თავის იმაში საზღვრით სიტუაციაში ორივე საშინელებაა ჩვენთვისაც და რეგიონისთვისაც და ადამიანებისთვისაც ახლა ბოლო თან რასთან გვაქვს ჩვენ საქმე რომ თამასაო ორივე იმაში რელიგიური ხელისუფლებაა ორივე პოლუსზე ორივე კი არა ამ შემთხვევაში ნუ სამკუთხედია დაუშვათ მაგრამ სამკუთხედი ორად აღვიქვათ ახლა მოკავშირეები არიან ისრაელში არიან რელიგიური ფანატიკოსები არანაკლები გაცილებით უფრო ფანატიკურად არიან განწყობილი ვიდრე ირანში
შეერთებულ შტატებში ნახეთ ჩვენ ის საოცარი ხელის დადების სცენები და გვარია პაულა ვაიტის პერფორმანსები, ხო? და კიდე არა მარტო პაულა ვაიტის. ეს ანუ ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანი სიონისტების შაბაში იქა და აი ჩვენ გვაქვს საქმე რელიგიურ ომთან. ანუ ისინი ორივენი აღიქვამენ ამ ომს როგორც ესხატოლოგიურ ომს. სადაც ისინი ასრულებენ თავთავიანთ როლებს და ეს ყველაზე უფრო რელიგიური ომები ყველაზე უფრო სისხლისღვრელი და უკომპრომისოა, იმიტომ რომ რელიგიურ ომებს არ უტოვებენ ისინი მხარეებს უკანახევის და კომპრომისის საშუალებას. ნაკლებს უტოვებენ, ვიდრე დაუშვათ ჩვეულებრივი ომები. ამასთან გვაქვს საქმე. ძალიან ის ციროგორი მომენტია, რომ ახლა ორი ვარიანტი დასახე, ხო და პრინციპში არ გვაქვს ახარბიელო არჩევანი და ამ შემთხვევაში საქართველოს გასაგებია, რომ ესეთი მკვეთრი მოძრაობისგან უნდა შეიკავოს თავი და ბუნებრივია არავითარ შემთხვევაში მხარე არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ეხლა უბრალოდ კარგად ახსენე აი მონიშნა ახსენე ცხოველურ ინსტინქტის ზონაში და ჩვენს ტერიტორიაზე ორი მონიშნა აქვთ უკვე რუსებს, ხო? ეხლა აი აჭარიდან რო არ გაიყვანათ, როცა გაიყვანეს, ხო? ანუ უკვე 3 წერტილი ექნებოდათ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრის ეხლა უკვე თანამედროვე პოლიტიკაში ხო ნაცვლად დავინახეთ, რომ არის ვაჭრობა, გარიგება მიწებზე, სახელმწიფოებზე და არაფლად დაგიდებენ სხვის ბედიღვალს. და აი მაინტერესებს ეხლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ გქონდა საუბარი რამდენიმე პოდკასტის წინ რომ მაინტერესებს თავად რუსეთიც რომ მოლოდინის რეჟიმშია. აი ეს არის ჩემთვის გასაკვირი თუ უბრალოდ ეს მეჩვენება და ეგ უბრალოდ ქვედადინებებია და ის აქტიური მონაწილეა. და რატო გეკითხები, ნახე 3 დღის წინ ჩრდილოეთ ირანის პორტები დაბომბეს კასპიის ზღვაზე. და ყველა მიცის რომ იმპორტებს რუსეთი იყენებდა, ლავროვმას თქვა დღეს რომ ჩვენ გუმანიტარულ ტექნიკურ დახმარებას უწევთო ირანს. ესე იგი იქიდან შედიოდა. არ დაგვაღვისდეს რომ გუშინ ლენინგრადის ოლქში დაიბომბა. მანამდე ბრიანსკი იყო ერთი კვირით ადრე და აი ისე არიან გაჩერებული თითქოს მათ გარშემო არაფერი არ ხდებოდეს. მე ახლა ამას ვსაუბრობ, იმიტომ მაყურებლებისთვის ვამბობ, რომ ძალთა ბალანსი რაც ბატონმა სოსომ ძანა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენს გარშემო როცა იქნება ორი დაუშვათ ერთმანეთის საპირწონე სახელმწიფო, იქ შეიძლება ძალთა ბალანსის ხარჯი ჩვენ გავიდეთ და კარგად დიდხანს ვიაროთ, ისე რომ არაფერი არ მოხდეს. ეს ვისაც არ ესმის და რუსოფობიაში რომ ადანაშაულებენ. რუსოფილიაში რომ ადანაშაულებენ, ხო და აი სოსო რუსების პოზიცია რა არის ესეთი სუბიექტები? ბატონო? კიდევ არის ევოლუციამ ვერ იმუშავა, ხო მაგათ. რავი, ზოგი კიდე იქ არიან. ზოგი კგბ-შნიკს იძახი მოკლედ. თავანებოთ მათ, ხო და აი ის ნაცნად მილვიდნი. ხო, ნუ აი ზუსტად რა საბოლოო ჯამში მეც მაქნამდე მივედი, იმიტომ რომ აღარ ვპასუხობ უკვე რა. აი მაინტერესებს ეხლა ეს ქვედა სცენარი გავიგეთ. ეხლა ზედა სცენარზე გადავიდეთ. ესენი აი ამ პასიურ მდგომარეობაში როგორ ფიქრობ შენ? უძულრობის გამო არიან თუ მართლა ის ანკორიჯის ანკორიჯა ჯერ კიდე მოქმედებს? აი რა რუსეთში სტალინი აზის. რუსეთში არიან ვაჭრები. ეს არის ვაჭარი. აი საბოლოო ჯამში აი ყველაზე ცუდი რამ თქვი რა, რაზეც ეჭვი მქონდა რა. ესენი არიან პირდაპირ თქვათ ახლა და ისინი ამავე დროს ძალიან არიან გახლართული, მოდი ასე ვთქვათ, შიდა ბრძოლებში. იქ ნაწილი ესე ვთქვათ, პროდასავლური ელიტა, რომელსაც ვითომ ებრძვიან, ვითომ იქ არის ძალიან ძლიერი იგივე დაუშვათ ებრაული სიონისტური იგივე რელიგიური ისინი აბადის ბენლაზარი ეგ რა რომის გავლენა და ეს მალინოვსკი როა კიდე მალინოვსკია ხო რაგვარად ეს ბენლაზარი და ის ძალიან გავლენიანები
როგორც რუსეთში, ისე ამერიკაში ახლა. ამერიკაში რა ტრამპი ეგერდა, მისი სიძე და უიტკოფი და ივანკაც იქაურია. ესენი ხაბადის წევრები არიან. ვინც საგარეო პოლიტიკას კურირებს, ყველა მარკო რუბიოს გარდა მე მგონი. კი ბატონო, რაზე გვაქვს ლაპარაკი, კაცო, ვინ შეხვდნენ ერთმანეთს იქა, რა ქვია, უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ასევე უკრაინის წარმომადგენლებიც ვინ იყვნენ. ეს ერთი, ესე ვთქვათ, შემადგენლობაა სრულიად ერთი სექტის წარმომადგენლები არიან ძირითადად, რაც ყველაზე უფრო გასაოცარია, ხო? შესაბამისად ახლა ისინი ცხადია გავლენას ახდენენ და ეს უკვე რუსეთში სხვათა შორის არის ძალიან მოდი ასე ვთქვათ ძალიან დიდ აგრესიას იწვევს ისევე როგორც სხვათა შორის იგივე შეერთებულ შტატებში ახლა მე მაგალითად ასეთი აგრესია რაც ბლოგოსფეროშია გამოვლენილი ხომ და ეს გადაიზარდა უკვე სხვა სუნი აუვიდა ამას მართლაც იმიტომ რომ ნუ საოცარი ვიდეოები ქვეყნდება ინგლისურ იმაზე ვრცელდება და მილიონობით ნახვები აქვს ხო იგივე ტაკერ კალსონის იმანაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჰაკაბისთან სადაც ის ჰაკაბი ის მართლა ბომბი გახეთქეს რა ხო რა ის ჰაკაბი ვინ არის ის არის ეგრეთ წოდებული ქრისტიანი სიონისტი ახლა თავისთავად ოქსიმორონია ისევე როგორც ოქსიმორონია ეგ სექტანტობა პოლიტიკაში რასაც ხედავთ ტრამპის გარშემო ხო ეს ხო საოცრებაა მართლაც ახლა რაც ვიხილეთ იმ ხელის დადება და პაულა უაიტი და ასე შემდეგ თვითონ ტრამპის მოქმედებები ანუ რუსეთზე როცა ვლაპარაკობთ აი ეს გასათვალისწინებელია და უბრალოდ თვითონ იგივე რუსი სახელმწიფო რასაც თვითონ უძახიან გосударственники ესენი გაგიჟებულები არიან იქა იმიტომ რომ ფაქტიურად რა მიმდინარეობს იქ მიმდინარეობს უპრეცედენტო მართლა სპეცოპერაცია მიმდინარეობს პირველ რიგში სპეცოპერაცია მიმდინარეობს საკუთარი ხალხის მოსატყუებლად აი ეს არის ერთმნიშვნელოვანი იმიტომ რომ როდის ვიძახდით ხო ჩვენ პირველ პოდკასტებში ვთქვი მე თავიდანვე ვთქვი ახლა ომი არის რასაც აწარმოებს ირანი ომი არის რასაც ისრაელი აკეთებს ომი აი რასაც რუსეთი აკეთებს ეს ომი არ არის ეს არის რაღაც ომი ვაჭრობით რაღაც თავიანთი ესე ვთქვათ კომერციულ თუ სხვა ძირითად რიტორიკაში ომია თორე ხა ისრაელი სადაც ბომბავს დაუშვათ 1400 თუ რამე 1700 კილომეტრის სიღრმეში რა ქვია მანძილზე ირანს და აკეთებს ლიკვიდაციას მათი ლიდერების და უნადგურებს ინფრასტრუქტურას ხო და იმაზეც კი ლაპარაკი რომ ამ დაბომბების შედეგად ირანის ეკონომიკა დაემხობა და ასე ანდროს ზელენსკი და მთელი მისი კამარილია ხო აბსოლუტურად უსაფრთხოდ გადაადგილდება ყველგან და არც ერთი სამთავრობო შენობა კიევში არასდროს არ დაბომბი ანუ ეს რასაც ნიშნავს ან ლოჯისტიკური ცენტრები დაუშვათ რომელიც იმიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთში მოდის ეს ხო მეანიშნებს სრულად გარკვეულად იმას რაზეც ვისაუბრეთ ხო ეს არის ვაჭრობა სანამ აზერბაიჯანმა სხვათა შორის არ რაღაც კონფლიქტი არ მოუვიდათ აზერბაიჯანთან იგივე კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ დაუბომბავთ თორემ კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელი იმაშვებოდა ამარაგებდა ჯარს ანუ ეს არის ერთგვარი ოქტაგონი წესებით გარკვეული წესებით რომლებიც ორივე მხრიდან თუ სამივე მხრიდან არის დაწესებული ანუ გლობალისტური ძალების მიერ, სადაც აი ეს მართლმადიდებელი ხალხები, ერთი ხალხია ესენი, ფაქტობრივად ერთმანეთს ხოცავენ. ასე რომ ვთქვათ. და ეს ყველაფერი ძალიან ოსტატურად ინიღბება პატრიოტული, ასე ვთქვათ, რიტორიკით ორივე მხრიდან. აი ეს არის. თუმცა ეს თლიანად ასე არ არის.
იქიდან გამომდინარე, რომ იმათაც უწევთ ბრძოლა შიგნით არსებულ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც რაც სულ უფრო და უფრო სხვათა შორის წავე ხდება და მე მაქვს ესეთი ვარაუდი გუმანი რომ ეს ამ წელს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ესეთ დრამატული იმითი რა ქვია ფორმები და ეს ბევრგან რუსეთშიც, უკრაინაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც. ანუ შავი გედები ბევრი ამოფრინდება წელს. ეს 26 წელი არის ესეთი შავი გედების მასობრივი ამოფრენის ისა რა ქვია წელი. მოულოდნელობები ან ეს ბევრი იქნება. და თავარია რომ ეს არ დამთავრდეს ატომური არმაგედონით, აი ჩვენ როგორც ადამიანებს რომლებიც დისტანცირებული ვართ ხომ ამ რელიგიური ფანატიკოსებისგანაც და უშუალოდ იგივე ამანიაკებისგან რომლებიც თავის ნაციონალისტურ თუ რაღაც იმპერიულ ფანტომურ ტკივილებს ასეთი არადამიანური ფორმებით ახორციელებენ. ხო ჩვენთვის ეგ უნდა იყოს თავარი ინტერესის საგანი და ამაზე უნდა ვილოცოთ რომ ადამიანები არ გადავიდნენ საბოლოო თქონებისმიდან, საზღვრებიდან და არ გამოიყენონ დამანგრეველი ეს აბსოლუტო ცივილიზაციისთვის დამღუპველი ტექნოლოგია, ანუ ეს არ დაიწყონ ატომური ომი. არადა ეს უფრო და უფრო ხშირი. სოსო, აი ატომური იარაღი ახსენე და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ მოხდა ფაქტობრივად ბუშერის ატომურ სადგურის დამცავ პერიმეტრს. ისრაელის რაკეტა, მინდა გაიგე ისრაელის არ თუ ამერიკის რა მნიშვნელობა აქვს. და როსატომის ხელმძღვანელი ვინმე ლიხაჩოვი შეინიციურად მაყურებლებისთვის ვამბობ, რომელიც დაახლოებული პირია კრემლთან, დაახლოებული კი არა, მარჯვენა ხელი ატომურ ენერგეტიკაში რუსეთის პრეზიდენტის, მან განაცხადა, რომ ბუშერის ატომურ სადგურზე 639 პერსონალია, 639 ადამიანის რაოდენობით. გუშინ განაცხადა, რომ ნაწილი გამოვიდა და ნაწილი კიდე უნდა გამოვიდეს და ეს მაშინებს ყველაზე ძალიან და ადრე, აი როცა პირველად თქვა ეს, მან კიდე ერთი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ კავშირი გაგვიწყდა თუ დავკარგეთ ირანის ატომური პროგრამის ხელმძღვანელობასთან. არ ვიცი ახლა ეს რამდენად ეს არა, ფაქტი რომ რუსები გამოდიან იქიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური არის სამიზნე. ჩერნობილი გვახსოვს რა იყო, ხო? და სულ არ ჭირდებათ ბოლო-ბოლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. რამდენჯერმე რომ მძიმე წონიანი ბალისტიკა რომ მოხდეს, რაც არ უნდა ძლავრი ის იყოს ახლა ბეტონის სარკოფაგი, იმას გაარღვევს. და აი ზუსტად ეს არის საშიშროება, რომ თუ ეს მართლა ფანატიზმში არის გადასული და ან ერთი უნდა განადგურდეს, ან მეორე ამ კონფლიქტის შედეგად, ესე იგი ეს რეალური გეგმაა. და თან კიდე ნათელი მაგალითი, რომ ლიხაჩოვი ამბობს, რომ გამოვდივართ. კი ბატონო, მან ერთი რამეა, თუ რამე აკავებს კიდე როგორც ჩანს ამ ფანატიკოსებს, არანორმალურებს მართლა ამ საოცარ მიზანტროპებს. ხომ? არის ის, რომ იგივე განმეორდება ამ შემთხვევაში ისრაელშიც. თუ მოასწრო, ალბათ ირანმა გასროლა ალბათ. არა, მოსრებით ჩვენ ახლა ირანის მასშტაბები ძალიან ირანი არის დაახლოებით 1.600.000 რაღაცა 600,000 წარმოვიდგინოთ კვადრატული კილომეტრი. ეს არის 3 საფრანგეთის ხელა. ხო, ანუ გეოგრაფიულად რესურსი აქვს. ხო, რა თქმა უნდა და არის თან ძალიან ისეთი ფითაგორიანი ქვეყანაა ეს. რაც რა თქმა უნდა ლოკალიზებას ახდენს გარკვეულწილად ამა თუ იმ სეისმ ამა თუ იმ უბედურების სტიქიური იქნება ეს თუ ტექნოგენური ხო ახლა ველი ერთია დაუშვათ როგორც ერაყი იყო და მეორეა ეს თები ხო ახლა რო წარმოვიდგინოთ ასევე ირანში რო აპირებენ გადასხდომას ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ომი აფთაგორიან იმაში უზარმაზარ სივრცეებზე შეიარაღებულ მტერთან ეს არის წარმოადგენს ამოცანა და ზოგადად გინოთ ეს რა პოტენციალი შემცველია ხო
აქედან გამომდინარე ეს ერაყივით ის არ არის სწორი ვის მინდა თქვა. აქედან გამომდინარე ბუშერზე დარტყმა და საერთოდ ატომურ იმაზე დარტყმა გამოიწვევს იმას, რომ დარტყმები დაიწყება უკვე არა მარტო დაუშვათ დიმონში ატომურ ცენტრზე და სხვა კიდე ცენტრზე რაც არის, ხო? არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყება უკვე ყოველგვარი მორიდების გარეშე და რა არის სასიცოცხლო აუცილებელი ინფრასტრუქტურა? გამამტყელი მოწყობილობები, ატომური, როგორც თქვით, ცენტრები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მთლიანად უკვე. უდაბნო იყავდა უდაბნო ტიკეტო. აი ეს გამოვა ამ შემთხვევაში იქ, ხო? შესაბამისად ასეთი ტიპის დარტყმებს როცა ახორციელებს უკვე ისრაელი უკვე უნდა იყოს ეს განგაშის ზარები დარისხებული დაუშვათ რომ რა განგაშის ზარებზე ლაპარაკი როცა ფსიქიკურად არანორმალურებთან ნიუტ გინგრიჩი გამოვიდა ატომური დარტყმა განვახორციელოთ ეხლა და გავაფართოვოთ ისაო რა ქვია ჰორმუზის სრუტე ნიუტ გინგრიჩი ყოფილი სპიკერი ახლა მე ყურებს არ დაუჯერეთ წავიკითხეთ ეს მისი განცხადება და მე კიდე გადავამოწმე და მართლა ეგრე განუცხადებია და ეს ახლა რაღაც გონების დაბნელება ხომ არის ან თუნდაც ახლა რაც ხდება და ამდენი ახლა ტრამპი რასაც აკეთებს და იძახის და რა განცხადებებსაც აკეთებს ეს ხომ არის ეს არა ისახება ეს იმაში ნორმალური ტერმინები პოლიტიკური ტერმინი ეს შიზოფრენია ფსიქოზია ფსიქოპათიასთან გვაქვს საქმე ფსიქოპათთან იმიტომ რომ ვერ გამოიტან მისი ლაპარაკიდან ვერანაირ აზრს თან ესე იგი როგორც ჩანს ეს შერწყმულია საერთოდ ეს ფსიქოპათია ასევე რაღაც ანგარების რაღაც აშინელ იმასთან ვნებასთან აგერ ღია თელი მსოფლიოს თვალწინ 3 ტრილიონით ისკუპა ბაზარმა ხო რამდენიმე საათში და დავინახეთ იქ რომ ისარგებლეს ამით ძალიან და ვაშინგტონში საბუკმერო კანტორა გაიხსნა ოფიციალურად რომლებიც ფსონებს იღებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ხო 15 წუთით ადრე ვიდრე ტრამპი იმ განცხადებას გააკეთებდა ცნობილს იქ 500 მილიონი ჩადეს მისმა იმებმა ახლობლებმა როგორც იყო აი ესე ღიად დაუმალავად შეუფარად არ ვიცი ეს ეთყობა თანამედროვე პოლიტიკის იერსახეა უკვე რა ეს იერსახე კი არა ეს არის უკვე დასასრულის დასაწყისი ანუ ეს ისეთი რამეებია რომელიც მართლაც აპოკალიფსურ მოლოდინებს აღზრავს აშკარად ამას თუ დაუმატებთ იმას რომ იხარჯება კოლოსალური სახსრები ამ ომზე და კიდევ უფრო დიდი დაიხარჯება ხომ ხედავთ უკვე რომ ახლა ერთ დღეს იტყვის ესე იგი ტრამპი რომ თლიანად გავანადგურეთ ირანი მეორე დღეს იძახის არიქა მომიშველეთ მერე იძახს არ მინდა თქვენი შველა უკვე გავიმარჯვეთ მერე იძახის ისა რა ქვია ჰორმუზის სრუტე უნდა გავანთავისუფლოთ მერე იძახს არ მინდა თქვენი განთავისუფლება რაღაცა ამასობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ხომ ახლა ხედავთ ხან ერთ თვითმფრინავს ჩამოუგდებენ ხან რიპერს ჩამოუგდებენ ხან ახლა იმას გემებს უზიანებენ უკვე რა ვიცი ხო ავრაამ ლინკოლნზე უკვე იმდენ სჭორაობენ არავის უნახავს ეხა ბუნებრივია მაგრამ იმდენი ლაპარაკობს რომ შეიძლება მართლა მოარტყეს ალი ბერცაც ხომ მოარტყეს კაცო და თანაც ძალიან შორს და საერთოდ დიეგო გარსია 4000 კილომეტრით სამხრეთით არის ინდოეთის ოკეანეშია და იქ გაუშვეს ბალისტიკური რაკეტა მართალია ვერ ჩააღწია მაგრამ ცდელობა ხო იყო აქ ახლა არის ეგეთი ვითარება, როდესაც ახლა გერმანიას ხალიჩისებურ დაბომბვები ქონდა ორივე მხრიდან უტევდა ორი უდიდესი ძალა, ხო? აი მაშინ გერმანიაში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა აი ეს სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალის გამოყენება, ანუ ადამიანები გერმანიის გადარჩენის იმით იყვნენ ანთებული, მაშინდელი იდეოლოგია ხო გვახსოვს, რომ სოფლიო ის შეთქმულება არის გერმანიის წინააღმდეგ და იქ ვრცელდებოდა რომ დაკოდვას გვიპირებენ და ასე სხვა შორის იქ მოდიოდა შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნი და სხვა შორის გარკვეული ტიპის ის ადამიანები მანამდე გამოდიოდა ეს წიგნები სანამ ჰოლოკოსტი დაიწყებოდა
ხოშალმე პროვოცირებული. კი მაგაზე თელი გამოკვლევები ხო, მაშა მე არ ვიცოდი, ხო. კი ბატონო გამოგიგზავნი მაგ მასე რა მასალე. ვიცოდი, ხო. ხო და უნდა დაეკოდათ გერმანელები. ხო და ხა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ახლა რომ გერმანელების ისა ხო მაშინ რა განწყობაზე იქნებოდნენ და საოცარ რამეები აკეთეს. საოცარ პირველი სარაკეტო ის ვინ გააკეთა ის რა ქვია ვუნდერვაფეები ხო? ვინც ამერიკული ვერნერ ფონ ბრაუნმა. ხო, ნუ ახლა ამერიკული ატომური ალბათ ატომურიც, მაგრამ რეალურად სტრატეგიული რაკეტწარმოება ამერიკის ფონ 브раუნის არ არის. სამთვარის პროგრამას ვერნერ ფონ ბრაუნის არის და საერთოდ ვერნერ ფონ ბრაუნი იყო ის ფაუ პირველი ფაუ მეორე და ფაუ. ვინც გადაიყვანეს რა მეორე მსოფლიო ომის დროს, ვინც რუსებს მოსტაცეს სტალინს ვინც. არა მარტო ვერნერ ფონ ბრაუნი იყო, სხვათა შორის გერმანული ატომური პროექტიც. ორი მიმართულებით წავიდა და ერთ კურირებდა SS-ი. აი გაცილებით ნაკლები სახსრებით გააკეთეს ხოთაშორის და ბალტიის ერთ-ერთ კუნძულზე გამოსცადეს კიდევაც. SS-ის პოლკოვნიკი იყო ვარი აბარა და ოღონ მისი კვალი დაკარგულია. დიდი ალბათობით დივერსიულმა ჯგუფებმა გაანადგურეს იქ. თორე ის არის ის რადიაციის კვალი ყველაფერი არის, ანუ გააკეთეს. და მეორე გერმანული სხვათა შორის გერმანელი ფიზიკოსები მეორე ნაწილი ოპენჰაიმერი და ეგენი, ხო? სულ გზით წავიდნენ, მათ გასაოცარია, მაგრამ ვერ გათვალეს დაჭვური რეაქციის ინტენსივობა და ითვლებოდა რომ ძალიან ბევრი ურანი იყო საჭირო. და როდესაც ამ ბრიტანეთში ყავდა სხვათა შორის გადაყვანილი ძალიან საინტერესო მასალებია ამაზე და როდესაც ამერიკელებმა ჩამოაგდეს ბომბი, ნუ ისინი ხო ყველაფერს იწერდნენ. და იქ ხო მიდიოდა ამ გერმანელ მეცნიერებში ის რა ქვია, გამათი. ეგ შეუძლებელიაო, იმიტომ რომ ამას დაჭირდებაო, რაღაც 2 ტონა თუ რაღაცა გამდიდრებული ისაო, რა ქვია. ურანი. შეუძლებელი იქნებაო ეგ. ანუ ის რაღაცეები ვერ მივიდნენ, თეორიული შეცდომები ქონიათ და მაგიტომ. იმათმა SS-ის ძალიან მცირე ბიუჯეტიანმა, მაგრამ მოტივირებულმა ჯგუფმა ეს გააკეთა საიდუმლოდ. და რა ის არის, რა ქვია, გასაოცარი და რატომ მოვიყვანეს მე რომ იგივე ახლა ირანში ეგზისტენციალური საფრთხე უდგათ. ახლა ეს არის ღრმად იდეოლოგიზირებული რელიგიური ის არის ხო, საწარმოებენ ესენი ფაქტურად დაჯალ იმასთან. ეშმაკთან. დიდ სატანას ეძახიან ფოტოშოპს. და ნუ ახლა ეს ეშმაკურად იქცევა, ბავშვები დახოცა, ხელმძღვანელობა მოუკლა, დაესხა უდანაშაულოდ ისინი ხუთლიან, საერთოდ არანაირი ის არა. აბრალებენ რაღაცებს, წარმოუდგენელ რამეებს აბრალებენ ისე აბსოლუტურად რა. ახლა ტრამპი რო გამოვიდა და ხერწუთ ირანელი რო ხარ და გამოდის ახლა ეს დიდი ეშმაკი, როგორც ისინი უძახიან და იტყუება განუწყვეტლი. და განაცხადა რომ ვინც ამერიკაში დასახიჩრებულია, ეს ყველა ირანელების დასახიჩრებულიაო. მაგათმაო ეს გზისპირა ბომბებიო, მაგათი გამოგონებულიაო და რაღაც სიგიჟე. ახლა ერთი წუთი რო წარმოვიდგინოთ ახლა რომ ხელა ქვეყანა ხო თავის პოზიციონირებს როგორც შიიზ ერთ-ერთი დიდი რელიგიურ კულტურული მიმდინარეობის ის არის ცენტრი და ამ დროს ვიღაც გამოდის იქ ვიღაცა და რაღაც ეგეთებს გაბრალებს, რომელიც ბუნებაში არ არის. იცი რა, ცოტა აკლია და 11 სექტემბერსაც ამას დააბრალებს. რატო რა უკითხო დააბრალებს რა, არ დააბრალა, არ თქვა რომ ის რა ქვია ტომაჰავკიო იყიდეს და თავის სკოლას ესროლეს, არ თქვა? ეს რა თქვა. მეტი რაღა უნდა თქვას ახლა ამ მაკაცმა, რომ მეტი რაღა რა არის საჭირო და ამის მერე მთელი ეს გამოდის ის ლევიტია თუ ექსეთი კიდე სადიპოვდა, სადამოთხარეს მართლა ეგეთი საოცარი პერსონაჟი. და გამოდიან და კიდე უსმენენ და აპლოდირებენ, ასეთ ამას ადამიანი რო იტყვის ის, ანუ წვედა უყოვნებლივ არის დასაწვენის საგიჟო. ეს ის კი არ არის ახლა დაუშვათ სიმპათია ანტიპათიის გამოხატვა, ეს ხო ელემენტარული რამეა, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო? სოსოს ჩინეთზე მინდა კითხო, მაგრამ ჩინეთამდე ერთი მცირე ის მინდა შეკითხვა დავსვა ნაკლებად მოცულობითი. როგორ ფიქრობ ახლა ეს სახმელეთო კი არა ეს
საჰაერო დესანტი მიდის, სახმელეთო დესანტი მიდის, ის ტრიპოლი 82 მე დივიზია მეგონა, მაგრამ ლევან ნიკოლაიშვილმა მითხრა ბრიგად ნახევარი არისო. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ბევრი ხალხი, მაგრამ არც ისეთი ბევრი, რითაც შეიძლება დიდი სამხედრო კამპანიის დაწყება. ნუ მაქსიმუმ 5-დან 10,000 კაცამდე, ეს არაფერი არ არის. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ამას რაცა უნდა ცინიკურად ჟღერდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეძახიან რასხოდნი მასალა. და აი წარმოგიდგენთ რასხოდნი მასალის პრინციპით აპირებს ამ 4 კუნძულის აღებას, თან ხარკი ხო იცით სად არის? ყველაზე ჩრდილოეთით არის იმაში ყურეში, ხო აი სუზემოთ არის. და ყურე ბოლოშია ხო რა, თითქმის უკვე იქითკენ არის. ხო და იქ არის ბოლოშია. ხო და აი მაინტერესებს ახლა ორმოს ვერ გაივლის. გამორიცხულია ვინ გაატარეს ამ ხელაგემებს, ხო? ესე იგი უნდა შევიდნენ საუდის არაბეთთან უნდა დაждდნენ პირობით არ ვიცი მე სამხედრო შორსა მე უბრალოდ თემა მინდა და უნდა შეუტიონ ამ კუნძულებს და უნდა ცადონ დაუშვათ სანაპირო ზოლის ან გამაგრებას артиლერიო ან რაღაც ამდაგვარი მაგრამ შენ როგორ ფიქრობ ეხა ამ ავანტურას ეს ავანტურად დარჩება თუ არა აი ამ შენი დაკვირვებით და მე მეორე მომენტი მადარდებს ყველაზე ძალიან რომ მე ვიცი რომ არის კერები, შეფარული კერები, რომლებიც 10-ობით 20 ათეულობით წლების განმავლობაში სხვადასხვა დიდ სახელმწიფოებში კერები იქმნება. და მე კერძოდ ეხლა ამერიკას გულისხმობ და იგივე ისეთ მეგაპოლიც როგორც ნიუ-იორკია, როგორც ჩიკაგო, როგორც ვაშინგტონი და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინე რა რომ ეხლა რამდენი ჩამოვიდა, ხო? 22 კუბო იყო მე მგონი თუ 21 ამერიკის დროში. აი ამ 10,000 კაციდან ჩათვალე რომ 1/4 ვერ გადარჩება. ბოდიში 3/4 ვერ გადარჩება და იმ 1/4-ს მოუწევს მათი გვამების გამოტანა და აი ამაზეც კი მიდის და საერთოდ აღარ უყურებს შემოდგომის არჩევნებს და აი ეს რას ნიშნავს საერთოდ ანუ პოლიტიკა გვერდზე გაიწია და შესაძლოა რომ მართლა გამოვიდეს ისე რომ ისე დონემდე მივიდროს რომ არჩევნებს ვერ გააუქმებს ვერ გადაწევს და აი რა შეიძლება რაც არის ისე რა ის არის რა განზრახვებია მაგრამ მან ჩანს ზუსტად ამ რელიგიური ფანატიზმის კვალი იმიტომ რომ სანამ ეს ამბები დაიწყებოდა ამაზე მე ვამბობდი ბევრი იძახდა რომ არ იქნება და მე მოგეხსენებათ რომ ვამბობდი რომ აუცილებლად იქნება 100-დან 100 ეს ბირჟაზე რომ დამედო ისე კარგი იქნებოდა ეს არა ვარ მოთამაშე რა უქნება საბირჟო ხო და არც მიმაჩნია ეგ მაინც და მაინც ნეუბრია არ არის კარგი საქმე მართალია ნამდვილად რომ ესე იგი უნდა დადო ომზე და გაგიხარდეს მე რომ მოიწვილი ხო და ნუ გასაგებია მაგრამ ახლა რა ხდება რანაირი წინასწარმეტყველებები რანაირი ის იყო წინასწარმეტყველებები კი არა აი ხო წინასწარმეტყველებები რომლებიც იყო ინსპირაცია ამ პოლიტიკოსებისთვის რას ამბობდნენ რომ პურიმის როდის დაიწყო ეს ისა დაბომბა ორში ხო და ეგ არის ისეთი დღესასწაულია აქ აღნიშნავდნენ მოკლედ ისეთ სახალისო საჯამბაზო ისეთი ისა ელფერია ეგ არის პურიმი რა არის პურიმი არის ზეიმი იმის გამო რომ ამანი იმის რა ქვია არტაქსერქსეს ურჩევდა პარსეთში ესე იგი არტაქსერსემ გადაწყვიტა ამანის რჩევით ამალექს რო იძახიან აი ამალეკის აი ამალეკის მოდმა იყო თუმცა არ იყო ან არა მაგრამ ნუ მასე არის ინტერპრეტირებული და ის ურჩევდა იმას რა ქვია ურჩია არტაქსერსეს რომ ამოეხოცა იუდეველები ვინაიდან ისინი არასრულებდნენ სპარსეთის შანწიფის განებულებებს ეს ხო მოყვებოდა დაუშვათ იგივე დანიელის და ასე ეს ისტორიები ხო გავიხსენოთ ხო და მიაღწია ამას და ბრძანება გამოიცა მაგრამ ეს ვირის ციგნია რა ეს იმაში ბიბლიაში წაიკითხეთ მე მოახერხა ნუ ეგ ძელი ის თუ ახლა მაგას არ მოვყვები მე ბოლომდე მაგრამ ნუ მოახერხა ის რომ გადაარწმუნა მეფემ დასაჯეს სიკვდილით ამანი და იმის მაგურად რომ დაეხოცათ ებრაელები იუდეველები დახოცეს ეს ამალეკი იქ ამანის მოდმა ამას ზეიმობენ დღეს დამთავრდა და მე არის პასექი ხო ეხლა არის პასექი ხო იქ და კვირიდან დღესასწაული იქნება ერთკვირიანი სამაც ერთკვირიანი
ანუ ეგეთი წინასწარმეტყველება იყო, რომ პურიმის დროს დაიწყება და პასექის ბოლოსთვის ირანი უნდა დაემხოს. ხო და ეხლა როგორც ჩანს ესენი არიან ესე იგი ამ წინასწარმეტყველების შესასრულებლად დაიწყეს ესე ორში დაიწყეს ხო მას ხო არაფერი შემთხვევით ხო ეს არ ხდება ბუნებრივია ეს ვისაც შემთხვევით გოთან შაბათს ხო შაბათს ორში შაბათს ვისაც ეს დამთხევა გონია ნუ მას ახლა ნუ რა ვიცი ახლა ეგონოს დამთხევა მაგრამ მე ვეუბნები რომ არ იყო დამთხევა და ეს უამრავია სხვათაშორის ინტერნეტშიც ბევრია ეგა ეხლა ვარაუდობენ რომ ეს უნდა დამთავრდეს უნდა ირანი უნდა დაეხოს მაინცა და მაინც ესე იგი პასექისთვის ან უნდა მოხდეს ერთ მერეკა ხო იცი ეხლა ყოველთვის ამ წინასწარმეტყველებებს აქვს უკანა გასასვლელი და ეს უკანა გასასვლელი მდგომარეობს იმაში რომ ან ესე იგი ინტერპრეტაცია სხვანაირად მოხდა ან რაღაც მოვლენა მოხდა რომელიც ამას მიანიშნებს ან ადამიანებმა არ გააკეთეს რამე თავისი საუკეთესო იმისთვის რომ ეს წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო ხო? ამიტომ ესენი ახლა ყველაფერს აკეთებენ. ერთ-ერთი რასაც აკეთებენ ეს არის აი ამ სრულად წარმოუდგენელი ნუ სიგიჟე, ნუ რაციონალური კუთხით ესე ჩანს და რა ვიცი ახლა შეიძლება რაღაც ასწაული მოხდეს. ამასაც ნუ გამოვრიცხავთ, მაგრამ ნუ რაციონალური კუთხით რა ვხედავ ჩვენ რომ მიემართება ეს გემი ტრიპოლი და კიდე სხვადასხვა შენაერთები. იმ დროს, როდესაც ავიამზიდები გაარიდეს იქ რაღაც ჯერალდ ფორზე მოგეხსენებათ რაღაც კანალიზაცია გაფუჭდა და ხანძარი გაშდა სამრეცხაოში და პერსონალი ესე იგი დარჩა სასაწოლი ადგილების გარეშე და ტუალეტიც არ მუშაობს მგონი არემონტებდნენ ეს აბრაამ ლინკოლნია და დიეგო გარსიესკენ წავიდა ავიამზიდები გაერიდნენ ამასობაში მიემართება იქ ეს სახმელეთო კორპუსი ხო რომელმაც უნდა განახორციელოს უპრეცედენტო სადესანტო ოპერაცია კუნძულებზე გამოიყვანოს წყობრიდან ირანის ესე ვთქვათ ირანის როგორც ეს სანავთობო ჰაბი და კიდე ეს კუნძულები გამოიყვანოს წყობრიდან და ეს იმ პირობებში როცა ისინი ტირი იქნება იქ ჩვეულებრივი ტირი ხო სადაც ახლა ეს არ უნდა განიხილო ან როგორც სოლშეცი ხო აი მაგეთკენ მივიდოდი მართლა შესაწირად მიყავთ რა კი ცხარი ზოგადად ის მისტიური წითელი ხარითო წითელი ძროხა ხო გახსოვს ხო რაღაც გავს თან გვაქვს საქმე და მე მაოცებს ეს მორჩილება რომელსაც ვხედავთ ჩვენ დაუშვათ ამ აბსურდის მიმართ იმიტომ რომ ხა ადამიანები პირდაპირ ჩვენ თვალწინ ანგრევენ ფაქტიურად ქაოტირებას უკეთებენ მთელ დედამიწას. იმიტომ რომ მთელი ეკონომიკური ის იშლება აბსოლუტურად ყველაფერი იშლება. იმიტომ რომ ახლა სასუქები რომელიც ექსპორტიორი იყო ხომ ეს მსხვილესი ერთ-ერთი უმსხვილესი ეს ახლო აღმოსავლეთი ეს სასუქების წარმოებაც შერდება. უამრავი სხვა პროდუქციის ისიც მაგალითად ერთ-ერთი ლინკი მიდის იმისკენ რომ ნელდება და შეიძლება გაჩერდეს იგივე ჩიპების წარმოება იმაში. რო წარმოვიდგინე. ტაივანში, არ ვიცოდი. აბა მთელი კომპონენტების გამო ჩვენ ხო ერთ ორგანიზმში ვართ ეს ეკონომიკა ხო ერთიანი ორგანიზმი. გადაჯაჭულია. გადამულია ეს ყველაფერი ერთი კონტინიუმი. საინტერესო ისაა რომ ეს სასუქების დეფიციტი რომელიც იქნება იწევს იმას რომ მთელი რიგი ქვეყნების მოსავალი ვერ მოიყვანენ მოსავალს იმდენს რამდენიც საჭიროა შიმშილის საფრთხე თურმე რა ეხა ვინც იცის ეხა და ალბათ აბსოლუტურ მოვლენსა იცის რომ გაზაფხულზე არის სათესი პერიოდი და ესე იგი ჩრდილო აფრიკის ქვეყნები მე მგონი შუა თუ დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთ ესე იგი დედამიწის ალბათ დიდი ნაწილი დარჩა მის გარეშე რა ქვია საშემოდგომო აღების გარეშე ეს ხორბალსაც ეხება ალბათ ბრინჯსაც ეხება ყველაფერს ეხება საერთოდ ჩვენ ეგრეთ წოდებული მწვანე რევოლუცია რომ მოხდა
ის გამო მოხდა რომ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი მივიდა იქამდე რომ ადამიანებმა ისწავლეს ამ აზოტოვანი სასუქების მიღება რა. ეს ტექნოლოგია იქნა შემუშავებული და მოსავლიანობა გაიზარდა ძალიან დიდად ამ შედეგად და ადამიანებს ამდენი საკვები ბაზა გაფართოვდა და გამრავალფერო უნდა და ამან ასევე ინდუსტრიული ომების წარმოების საშუალებაც მისცა და გარდა ამისა გამრავლება მოხდა ძალიან დიდი კაცობრიობის, იმიტომ რომ საკვები წარმოებას გაიზარდა. ანუ მოსახლეობა დაპყრობდა მარტივად, ხო და დაპყრდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა იმ საწარმოო ბაზით და იმ ისე როგორც მანამდე იყო, ამდენ მოსახლეობას ვერ დააპყრებდი, ხო, ბუნებრივად. სხვა თემაა, რომ უამრავი ისეთი ალტერნატიული ტექნოლოგია არსებობს ახლა, რომელიც დაუშვათ კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის დაუშვათ სოფლის მეურნეობას ნიადაგისადმი ასეთი ზიანის მიყენების გარეშე, მაგრამ ამას დიდი დრო ჭირდება რომ ეს დაინერგოს და დროში ჩვენ ვერ ვეტევით, მასე შეიძლება ენერგიაც მალე დაუშვათ ისეთი წყაროების მიღების აღმოჩენის მიღების და დანერგვის საშუალება გახდეს შესაძლებელი, რომ ეს ნახშირწყალბადების დამოკიდებულება, ისევე როგორც დაუშვათ სხვა ესეთ წყაროებზე დამოკიდებულება კაცობრიობის შემცირდეს. მაგრამ ამის დროს არ იძლევიან ეს, ასე ვთქვათ, სუბიექტები, როგორც ინდივიდუალური, ესეთი კოლექტიური, რომელიც აი ესეთი არქაული რაღაც ცხოველური, მოდი ესე ვთქვათ, ინსტინქტებით არიან შეპყრობილები რა. თორე კაცობრიობას რო კონდეს დაუშვათ იმის უნარი, რომ აი ეს ტრობის უფსკრულიდან ამოვიდეს, ყველა საშუალება არის იმისთვის, რომ აი ეს პრობლემები, რომელსაც დასახავენ თავიანთი ამ მიზანტროპული მოქმედების მოტივად ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები და ეს ბანკსტერები და განგსტერები, ასე ვთქვათ, კორპორატოკრატიიდან, ხო? აბსოლუტურად არარელევანტური გახდება. იმიტომ რომ არის ამის პოტენციალი, ნამდვილად. ანუ ადამიანებს კაცობრიობა შეუძლია თავის გამოიკვებოს და ასე ვთქვათ კიდევ უფრო მეტი რიცხვით შეიძლება იყოს და არეგულირდეს შობადობას და დედამიწისადმი მიყენებული ზიანიც გაცილებით ნაკლები იყოს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ავიღოთ ახლა ეს რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და ნახოთ ეკოლოგიისადმი მიყენებული ზარალი. აი ეს ბოლავი უზარმაზარი, ესე იგი ისინი რა ქვია, ნავთობის და გაზის და რა ვიცი რა. ჭაბურღილებს რო აზდის, ხო ეს? ჭაბურღილებს რო აზდის, რამდენი ახლა ცალკე, ხო? აბა შევადაროთ ახლა დაუშვათ აი ეს ზიანი რამე სხვას, ანუ რას ვაკეთებ? ხო ჩვენ წამლავთ იმ გარემო იმ კონტინიუს სადაც ცხოვრობთ. ხო? და აგერა განანდა დაუშვათ დაუღიათ პირ და ტაშს უკრავენ მან ამ იმას ამ პერსონაჟს. რომელმაც ეს სრულად არაპროვოცირებულად თავისი გიჟური, ავადმყოფური, ესქატოლოგიური, ვითომ ესქატოლოგიური წარმოდგენების გამო გააჩაღეს ძირითადად მან. და ამასთან ანგარებაც რო ერთვის თან, აი ეს ორი რელსი ასე. ყველაზე დიდი უბედურება. სოსო და საუბრის დასასრულს მე მინდა ირანის კონფლიქტის ყველაზე ფრთხილი, ყველაზე ჩუმი და ყველაზე უხილავი ინტერესანტის გარშემო ვისაუბროთ. სად არის ჩინეთი? სად არის საერთოდ? ჩინეთი სუნძის და ლაოძის ფილოსოფიის შეიმაშია ახლა ხეზე ზის და როგორც ჭკვიანი მაიმუნი და უცქერს როგორ ებრძვიან ერთმანეთს ხო ასე პოზიციონირებენ. ნუ ახლა ჩინეთი რას აკეთებს? ჩინეთი ყიდულობს ირანულ ნავთობს დისკაუნტის გარეშე. აწვდის ესე ვთქვათ იმებს კომპონენტებს ნავთობს ჩინურ ნავთობ ტანკერებს ამერიკელები თავს ვერ ესხმიან
იმიტომ რომ ახლა ცოტა არ იყოს და შედეგები ექნება ჩინეთთან კონფლიქტი არ უნდათ აშკარად. ხო, ჯერ არ არიან მზად ამისთვის ახლა რომ მე აუცილებლად ამასაც გააკეთებენ აზია საუბარი როგორ ახლა სხვანაირად ხო და ამიტომ ჩინეთი ფიქრობს და ჩინეთი ცდილობს რომ მისთვის კატასტროფული შედეგები არ დადგეს, აიცილოს ის ცდილობს რომ მაქსიმალურად ისეთი პოზიცია დაიკავოს რომ არც ესე იგი არ მიცეს საშუალება ერთის მხრივ ამერიკელებს და ისრაელს რომ გაანადგურონ ირანი, მაგრამ არც ისე ჩაერიოს რომ მის უშუალო ჩართულობა ქონდეს. ისე იყოს ჩარეულო მუდმივად ღებულობდეს მოგებას. როგორც გეოპოლიტიკურს, ისე გეოეკონომიკურს. ეს არის ჩინეთის ესე ვთქვათ პოზიციონირება კლასიკური. ის პოზიციონირებს როგორც ცალკე არსებული, ესე ვთქვათ, შუა ცისქვეშეთი. ის ანუ სი ძინპინი თავს გზნობს სოფლის იმპერატორად. ეს ძალიან ვინც ერკვევა ეს ცალკე სამყაროა. ხო, ჩინელები და ჩინეთი საერთოდ ცალკე პარადიგმაში ცხოვრობენ, მე მგონი განსხვავებით სხვა დედამიწისგან. აბსოლუტურად მათთვის ესაა საერთოდ ესხატოლოგია ჩინელებისთვის არ არსებობს. მათთვის ეს წმინდა წყლის საგიჟეთია ახლა ჩინელები იმდენად პრაგმატული მსოფლმხედველობა აქვთ ახლა რა უთხრა იმას ქვია დანიელმა რა თქვა რა დაწერეს ბიბლიაში და რატო უნდა იყოს მათთვის ესე იგი ეს რაღაც იმპერატივი ან რომელიმე სხვა ესქატოლოგიური მასში აღწერილი რეალობა ეს მათთვის აბსოლუტურად სრულად გაუგებარია ну ახლა ესმე ჩვეულებრივად ინტელექტუალურად რა თქმა უნდა მათ შესანიშნავი ინტელექტუალები ყავთ მაგრამ რატომ არის ეს სახელმძღვანელო და რატო განიცდიან ეს ადამიანები ამას ასე დრამატულად იმის გამო რომ ჩინელებისთვის საერთოდ აი ეს აბრაამიტული რელიგიებისთვის დამახასიათებელი განწყობები სრულად უცხოა იქ სხვა სამყაროა საერთოდ ხო არიან გაკვირვებულები თუ ვისაც უსაუბრია ხა ჩინელებთან ის მივხვდება რაზეც ვლაპარაკობ ასევე სხვებისთვისაც სხვადასხვა ვინც არ არის ამ სამყაროში ამ სივრცეში მათთვისაც წარმოუდგენელია აი ეს თვითონ ეს ისტორიის ესე აღქმა როგორც ჩვენ აღვიქვამ მათთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია სხვანაირად არის ეგ ინდოეთში კიდე ისინი საერთოდ ამას ციკლურად აღიქვამენ და ახლა დავუშვათ მათი გათვლებით ჩვენ ვიმყოფებით კალი-იუგის ერთ-ერთ ქვე-იუგაში სადაც ადამიანები განსაკუთრებით ესე იგი კარგავენ გონებას რაც ხოთაშორის შეესაბამება იმას მან ხო ციკლურია ეს 4 ვერცხლის ბრინჯაოს კალი-იუგა მე რკინის ეპოქა ანუ აბსოლუტური უმეცრების ეპოქა ავიდია 4-ია ხო მე მგონი 4 ციკლი 4-ია ხო ოქროს ხანა და იქ საერთოდ განსხვავებული ხედვა არის ამისი და ეხლა ვარ ჩვენ უმეცრების ხანაში როცა ადამიანებს დაკარგული აქვთ აღქმა რეალურ ანუ აებრივის აღქმა დაკარგული აქვთ და დაუშვათ რაც ლოგიკური ახლა ჩვენ რა გინდა მართლები არიან ამ ამბავში ხო ახლა ჩვენ რა ჩვენ რო გარედან ვიყუროს მართლა მაი ჩინელმა და წარმოიდგინე ახლო აღმოსავლეთში რა ხდება ეს ჩართული ქვეყნები და ალბათ ფიქრობენ რომ ვერ არიან საფრთხოაზე რა ასე ფიქრობენ რა მალავს ვინმე მაგას ოფიციალურად დამბობენ განა დამალულია ეგ absolutely არ არის დამალული ხო და შესაბამისად ძალიან საინტერესო არის სხვადასხვა კულტურული რაკურსიდან როცა დაინახავ ამას ხო ძალიან საინტერესო დასკვნები გამოგაქვს და ადამიანი ზოგადად ადამიანის განათლებაც ეგ არის რომ სხვადასხვა რაკურსიდან უნდა უყუროს და არა დაუშვათ ცალკე იმიდან ისე ამ კონფლიქტის დამთავრების შემდეგ მე მგონი ყველაზე დიდი ბენეფიცი არის ჩინეთი გამოვა მაინც არ დაკარგავს არც ნავთობის არხს ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა ფორმაცია დარჩეს იმიტომ რომ არაბებთანაც ხო ინტერესები აქვთ თუ დარჩა ინტერესების განხორციელების არეალი რომელიც მდებარეობს პლანეტა დედამიწაზე
ხომ? ეს პლანეტა ძალიან პატარაა. რა ვიყოთ, რომ კარგად რომ დაფიქრდები, ერთი ცალკე აღებული ადამიანისთვის მართალია დიდი სამყაროა, მაგრამ რა ვიყოთ, როგორც კაცობრიობისთვის სამყოფელი და როგორც ახლა სუპერგაერთიანებებისთვის როგორც ჩინეთია, რა თქმა უნდა, ის პატარა სივრცეა და თუ დაუშვათ ამ რელიგიურმა ფანატიკოსებმა გადაწყვიტეს ატომური იარაღის გამოყენება, მე ახლა ჩინეთმა საიდანაც რომელ ხეზეც გინდა იქ აძრეს. თუ დედამიწა არ იქნება ვარგისი, მე რა მნიშვნელობაა. ნუ პარალელურ სამყაროში გამარჯვებული იქნება. სო ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და მაქსიმალურად კარგად და გასაგებ გემრიელ ადვილად ასაქმელ ენით ახსენი თუ რა შეიძლება რომ მოხდეს. ორი ვარიანტი ირანის გადარჩენისა, რაცწყინალეთ აღნიშნე, ჩვენი ვითარება, რას უნდა ველოდე და რა გამოწვევები გვაქვს და ძალთა ბალანსი. ჩვენ რეგიონში უნდა როგორმე ჩვენ არ გვეკუთვნის ეს, მაგრამ ღვთისწყალობით უნდა დადგეს ძალთა ბალანსის სისტემა, რომ ჩვენ გადავრჩეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა არავინ იცის რა მოხდება რა და ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ახლა არის ის რომ ჩვენგან არ უნდა ვასხივებდეთ იმას რა არასტაბილურობას. აი ეგ არის. მართალია ხა ძნელი გასაგებია ჩვენი ზოგიერთ თანამემამულისთვის რატომ არ უნდა იყოს აღტყინებული და რატომ არ უნდა იყოს მაქსიმალისტი. და რატომ არ უნდა იყოს რევოლუციონერი. სულ ის მახსენდება დათა თუთაშხიაში რო არის შენი ამბავი რო ვიცი რა ერქვა იმ მაქსიმე თუ რაღაცა სტამბა იქნება მან ესეთები რამდენი ყავს იცი. ადრე ხო იყო რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო, რომ ხო მოუწოდებდნენ, რომ თვითმფრინავები და დროზე გადავსხათ და რაღაცა და. ეხლა მე ვიცი, რომ მაგ არიან ესეთი ცხელთავა ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ისა რა ქვია, ჩვენ უნდა გამოვიცინოთ ინიციატივა. და იმას რა ქვია, მოკლედ ეხლა არ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს უნდა დაუჭიროთ ისა რა ქვია, აქტიური მხარე. კი, აი იგივე ის ფეხლევის ფოტოებით რო დადიოდნენ ხა ორი კვირის წინ. ხო, არიან ახლა რაღაც საოცარი ხალხი მართლაც, რომლებიც ან თვითონ არიან დაზიანებული, ესე ვთქვათ, ან ფულს იღებენ, რომ სხვები დააზიანონ ამ თავისი რაღაც რემინისცენციები აქვს ესე. ალუზიები, ისტორიული ვითომ და ეს გასაგებია. ნუ ახლა მათ ხო, სამწუხაროდ ესეთები ბევრი არიან საკმაოდ, მაგრამ არც იმდენი რომ დაუშვათ საღიაზრი გადაწონდა. გადაწონის საღას და ჩვენ საერთოდ შევწყვეთ არსებობას. და ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი იყო, არ ყველა სულ მინდოდა რომ ჩვენ საუბრის დროს ეს მეთქვა, ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი პატრიარქის დაკრძალვის ის 5 სასწაული დღე და მე წარმომიდგენია 17 მაისს რა იქნება. თუ 18 მაისს არ მახსოვს რომელი დღე არის. 17 ხო, ეს არის სიღრმისეული ქართველი ხალხი და მას აქზე როგორც აი დაუშვათ ისინი გიენის მაგვარის ძაღლები დაუშვათ უყეფენ აქედან და იქიდან ხროვებად, მაგრამ არა აქვთ ეგ ძალა, მით უმეტეს სხვათა შორის ახლა შედეგთა მათთაგან იცანით იგინიო და მათი ძალა და მათი რეალური იდეოლოგიის გამტარი ისინი უკვე ნაკლებად აგრესიული გახდნენ, იმიტომ რომ ნელ-ნელა ინფორმაციამ და მუშაობამ გაჟონა ხალხში და ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება რა დევს სასწაულს. ხო, ეს იყო სასწაული რამ და ეხლა ვინც საქართველოში ხართ, თქვენ თვითონ იარეთ შეიგძენით, მაგრამ აი ვინც მოშორებული ვართ ეხლა, ვინც საერთოდ ამერიკის კონტინენტზე ვართ, აი ჩვენთვისაც ვინც ეხლა უყურა ამას, ეს იყო წარმოუდგენელი რამ რა. მთელი მსოფლიო რო უყურებდა? მე ხო უყურებდი ამ იმას, მთელი ყველგან იყო ეს აბსოლუტურად ყველგან და კომენტარებს უყურებდი და გაოცებულები იყვნენ, იმიტომ რომ კონტექსტი ეს წარმოედგინათ, რომ ერი რისი გულისთვის გამოვიდა. აბა და ერთ თვითონ ეს სურათი
საოცარი სურათი იყო რა თვითონ ეს სურათი იყო იმისგან რომელიც გუგლის ადამიანს აბა ვერ დატოვებდა და ყველა წერდა სხვათა შორის რა ხდა ეს ვინ არ იცოდნენ სხვათა შორის ბევრმა არც იცოდა ეს ეს რომელი საქართველოა კომენტარებს კითხულობ ეს ის რა ეს ის საქართველო ხო ზოგმა ტალახაძე იცოდა ზოგმა კვარაცხელია ზოგმა სტალინი ზოგმა ვიღას მოჭიდა ზოგმა ეს რო არის რა კლავჭიდელი როა ეს იმას რო გავს საკინაშვილი ზოგმა ის იცოდა ეს ის არის აუ ეს რა ყოფილაო კაცო ეს რა ტაძარიაო ეს რამდენი ხალხი რა ხდა ეს ვინ ყოფ ელი ის შეიქმნა ასე ვთქვათ და რა იყო იცი შოკის მომენტი ყველაზე ძალიან რეაქციას აძლევდნენ ნაკადი რომ მიდიოდა და პატარა 3-4 წლის ბავშვები რომ ამებს კისერზე რო ყავდა ჩემ ბავშვებს რო ეძინათ მოკლედ რა პრობლემზე და აი მაინც ესე ნაკადი ესე ნელა დორე და ზეთხედები ეს მთელი ქალაქი გადავსებული ეს სამები საკათედრო წაძარი ეს იყო წარმოუდგენელი რამ რა და მოკლედ რატო ახსენე ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი რომ გავძვრეთ რა ამ სამშვიდობოს გავიდეთ და აი ეს ნათელი მაგალითი იყო იმისა რომ უფალიც ალბათ კი არა გწყალობს ყველა ვარიაჟი რომ წინა შემთხვევაში 21 საუკუნემდე ვერ მოვიდოდით რა 20-26-მდე არა ვარ ჩვენ უბრალო ხალხი საქართველოს ნამდვილად არა ვართ უბრალო ხალხი ეს და შესაბამისად ფარველობაც მაგიტომ ამდენი ხანი იმიტომაც გვაქვს ფარველობა და ამიტომ ეს ფარველობა სულ უნდა მის ღირსი უნდა ვიყო ხო და აი ამ კადრებმა რომ ნახე ეს კადრები რომ ნახე მივხვდი რომ ესე იგი კარგად ვარ და არაფერიც არ არის დაკარგული კი არა ყველაფერი რიგზეა რა ანუ შემართება და იდეა ქართული იდეა რა და აი ამ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება ის დაგვანახა ყველაზე კარგად. სოსო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ სამუბრისთვის და ამ ამაღლებულ ნოტაზე ამ დადებითი პათოსით გემშვიდობები დროებით წარმატებებს გისურვებ, თვალყურს გადევნებ, შენს გვერდით ვარ მაგ ჩათვალე საქართველოში და რა ვიცი, ჩვენ ქვეყანას კიდე გახარება და დიდი ხნის არსებობა. გაიხარე აბა და მაგაურის მოკით. ყველა ვარიანტში. დროებით სოსო. დროებით.